საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის წინაშე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ხარები წარმოადგენთ ჩვენს მოპოვებულ მტკიცებულებებს, ასევე გადაისინჯება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაჩი დატოვების მიზანშეწონილების საკითხი. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს პოზიცია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირავეთი. მტკიცებულებები, რაც მოპოვებული აქვს ბრალდების ხარეს, არ ადასტურებენ იმ ბრალდებას, რაც აღდგენილი აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტორების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს. ჩნდება კითხვა, თუ კი მსგავსი დაუშვათ ეჭვი გამოძიებას ჰქონდა, რატომ არ მოხდა თუნდაც ერთხელ დედამისის ან მამამისის გამოკითხვა, ეს ერთი. და მეორე, ლოგიკურად თქვენ კითხვაშიც დასვით, ძალიან ასე ვთქვათ, სადაო არის არაიურისტისთვისაც კი, ანუ ამას არ ჭირდება რაღაც საოცარი კომპეტენციის ქონა, რომ თვითონ ფაქტი პირობითად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მშობლებისთვის უძრავი ქონების ან ავტომანქანის შეძენის ცალკე აღებული თეორიულად რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. ფაქტობრივად არაფერი არ არსებობს გარდა საჯარო რეესტრის და მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის. ოპოზიციის ნაწილი კვლავ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჯულაძე კი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია ხელისუფლებას გადაიბარებს, რის შემდეგაც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება, რაც შეეხება სხვა პარტიებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციაზე გასვლას არ გამორიცხავს ლელო და გახარია საქართველოსთვის. ქართულმა ოცნებამ უპირობოდ უნდა დათმოს ძალაუფლება, იმიტომ რომ მას აღარ ეკუთვნის ის და უნდა დაუბრუნოს ის მართლა ვისაც ეკუთვნის. ეს არის ქართველი ხალხი. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან იმიტომ, რომ ისინი არიან უკმაყოფილო, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი იმ გადაწყვეტილებების გამო, იმ საქციელის გამო, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ გადადგა. ასევე ეს აქცია დაანონსეს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და პარტიების წარმომადგენლებმა და რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია დანარჩენი. ჩვენი ბრძოლის გზა, ჩვენი მეთოდი ხაზგასმით ყოველთვის იყო, არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, იმიტომ რომ საქართველოში ძალადობა ეს არის რუსეთის სტილი. ჩვენ კი 4 ოქტომბერსაც ხაზგასმით იქნებით მშვიდობიანები და ჩვენი ყველა მოქმედება იქნება არაძალადობრივი, მაგრამ 4 ოქტომბერი ნამდვილად შეიძლება იყოს და მჯერა იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება, თუ ყველანი ერთად მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვეტყვით წადის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. ჩვენ 4 ოქტომბერს არ ვიქნებით წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენთვის 4 ოქტომბერი ეს არის ცვლილების დაწყება თვითმმართველობის რიგებიდან და ეს არის მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა და ეს არის რა თქმა უნდა არჩევნები. მიუღებელია და დაუშვებელია ნებისმიერი რადიკალური ან ძალადობრივი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს აძლიერებს ოცნების რეჟიმს. შესაბამისად დაუშვებელია ასევე იმ წყფელი ემოციების და ძალისხმევის გამოყენება პარტიული ინტერესების გაძლიერებისთვის, რომელიც არის ხოლმე რუსთაველზე. არავით არის მშვიდობიანი აქცია მათი მხრიდან არ იგეგმება. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ. მათ ამის რესურსი არ აქვთ, ისინი ემზადებიან დესტაბილიზაციისათვის და ამას არც მალავენ. ისეთი ტერმინები კი მოიგონეს, რაღაც მშვიდობიანი გადატრიალება თუ დამხობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ძალიან კარგად მესმის და მათი გამონათქვამები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებით იმას, რომ ეს ძალისმიერი აქციისთვის მზადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო არავის არ ემუქრება. ჩვენ მუქარა არ გვჭირდება. სახელმწიფო აფრთხილებს მათ, რა შეიძლება მოყვეს მათ არაკანონიერ ქმედებებს. და ეს გაფრთხილება ურჩევ რომ ყურად იყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოსაც, როგორც ანგარიში აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხრელადაა საჭირო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეფექტურ ღონისძიებებს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დადებითად არის შეფასებული საკანონმდებლო ბაზა და ის სასჯელები, რაც მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული. ასევე წარმატებით შეფასდა ის მობილური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა რისკ ჯგუფებთან მიმართებაში მოქმედებენ და პერიოდულად ხდება გადამოწვევა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლოა არსებობდეს რისკი ადამიანით ვაჭრობის. გარდა ამისა, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის განგრძობითი რეფორმები, რაც დაკავშირებულია თანამშრომელთა გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობასთან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანით ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. განათლების მინისტრმა გურიის რეგიონში 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნომერ 3 სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბუზუს საჯარო სკოლებზე. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მართლა შთამბეჭდავია ის ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენს მოზარდებს და პედაგოგებს უწევთ სასწავლო პროცესში ჩართულობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ პრიორიტეტული არის ხელისუფლებისთვის განათლების სისტემის რეფორმაში ინვესტირება და რა შედეგებზე გავდივართ. ეს პროცესები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ არაერთ სკოლას გავხსნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს და მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო გარემო ხარისხიანი განათლების მისაღებ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ განათლების სფეროს მხარდაჭერას. ჩვენთვის განსაკუთრებით ხირებული არის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რადგან წელს 2025 წელს ჩვენ სკოლას 125 წელი შეუსრულდა და ასეთ განახლებულ გარემოში ყოფნა სწავლა არის ნამდვილად ბედნიერება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი პროექტის ქართული საოპერო მუსიკის საღამოების საქართველოს რეგიონებში მორიგი კონცერტი გაიმართა თელავში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი ამჟამად ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში შედგა. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო. არაჩვეულებრივი. ეს თელავისთვის დიდი პატივისცემა და დიდი სიყვარულის გამოხატვა. ამდენი არაჩვეულებრივი მომღერალი, რომ ჩამოვიდა და ულამაზეს და უშენიერეს ორკესტრთან ერთად და აჩუქეს ეს ამაზეს დღე თელავს. თელავი ზოგადად განებივრებულია კლასიკური მუსიკით, თუმცა უნდა ითქვას, რომ საოპერო ვარსკვლავების ვიზიტს არც თუ ისე ხშირად ვართ, ასე ვთქვათ, მოსწრებულნი და ეს არის ნამდვილი ზეიმი მელომანებისთვის, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, იმიტომ რომ ეს არაჩვეულებრივი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი არიები ქართული საოპერო ნაწარმოებებიდან ეს უკვდავი ქართული საოპერო ხელოვნება კიდევ ერთხელ ბაზიარებს იმ არაჩვეულებრივ სამყაროს, რომელმაც თაობები აღზარდა. 55 ფილმ ფეულას გადაღებიდან 55 წელი გავიდა ბათუმში რეჟისორ ბაადურ წულვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დავაფუძნოთ ტრადიცია, ეს იქნება ეზოს ბავშვების ფეხბურთის ტურნირში გამოვლენილი საუკეთესო მოთამაშე ბავშვები დაჯილდოვდებიან პრიზით ფეულა 55, რადგან ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 55 წელი გავიდა. კიბერწევდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, ტიბაში ნახენ მონტაჟების პერიოდზე ბავშვი. და გადამიღენ მე თბილისს ამეგვანენ. სინჯობლე და დამომგეცენ და მომწიფონში გადაღებად. 12 წლის მერე მაგინოს მერე სახში, ახლა შინაურებით ბოლოს თელი ქალაქი მაგით მე ფეულა და მაგსა კინოს მერე ფეულას მინდა ყველა.